ჯიპის ტიპის 3 ავტომობილი, რომელთაც სავარაუდოდ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები სარგებლობენ ადმინისტრაციული შენობის წინ, შოთა რუსთაველის ძეგლთან რამდენიმე დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით იდგა. ამის დამადასტურებელი ფოტომასალა ქალაქის მერსა და საკრებულოს დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გადასცა. ზურაბ სადათიერაშვილის თქმით, კანონდარღვევას საფათრულო პოლიციისგან რეაგირება არ მოყოლია. შენ ეს სურათი საიდან მოიპოვე? მე გადავიდე. შენ გადაიდე პირადად? ხო და სხვებმაც გადაიდეს და წასულია იქ სადაც საჭიროა. კერძო პირების არ იყო, იმიტომ პატრული ადიოდა ჩადიოდა დააჯარიმებდა ძალიან მარტივად და ელემენტარული არასწორი პარკირების გულისთვის ხალხს ტყავს აძრობენ. ელემენტარული გაჩერებისთვისაც კი და მანქანა დემონსტრაციულად ყველას დასანახად იდგა წინ. როგორ არ დამიფიქსირებია, მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი, ვინც ამას უნდა არეგულირებდეს და მაგის არეგულირებისთვის არის სხვა სამსახურები და მიხედონ იმათმა, ვისაც ჩაბარებული. იმ სამსახურის წარმომადგენლები არიან, ხო, ვინც დგას? ხო და ეხლა მაიდან დასკვნა გამოიტანეთ მოქალაქეებმა თვითონ უნდა გააკეთონ ეს და ადამიანებმა ვისაც, მაგრამ მე როგორც ვიცი, უკვე სათანადოა ვინც უნდა იცოდეს ამის შესახებ, ყველა მიცის.